მაია დედა ჩემის მეგობარია, ბავშვობიდან ვიცნობ. სულ მესმოდა ქუთაისში არ არის ცხინვალშია გადასული. ცხინვალში წავიდა დედის დასაკრძალად. მამა მოენატრა და ერთი კვირით გადავიდა. იქ არასდროს ყოფილ ვარ და ყველაზე შორეულ ადგილად მეჩვენებოდა. სამწუხაროდ 2008 წლის აგვისტოში კარგად გავიგე რა დავკარგეთ და როგორ გაიხლიჩა ოჯახები. მახსოვს ისიც როგორ ეკითხებოდნენ მაიას მეზობლები მამამისის ამბავს. უკვე წლებია მაიასგან ტკივილით მოყოლილი ისტორიას ვისმენ. ახლა კი გადავწყვიტე მასთან ინტერვიუ ჩავწერო. უკვე რამდენიმე დღეა მაიასთან სკაიპით დაკავშირებას ვცდილობ. თურქეთში მუშაობს 2008 წლის აგვისტოს ომამდე დედი თოსი მაია ცხინვალში ხშირად დადიოდა და იქედან ჩამოტანილი პროდუქტით ოჯახს ეხმარებოდა. მისი სოფელი ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის საზღვარზე, ზნაურის რაიონში მდებარეობს. მავთულხლართები მის ეზოზე არა, მაგრამ მეზობლის ეზოზე გავლებულია. მოხუცებულმა მამამ შვილების მუდარას არ მოусმინა და ომის მიუხედავად ცოლის საფლავი არ მიატოვა. 2009 წლამდე საზღვარზე გადასვლას ახერხებდა. ჯერ ქართულ მესაზღვრეებთან გადიოდა შემოწმებას, შემდეგ რუსებთან. მაია მიყვება, რომ ერთხელ მამასთან საკვები მიჰქონდა. საქართველოს საზღვრამდე რუსებმა მოუშვეს. მამა ჩემს იქით ვხედავდი და ქართველებმა არ გამიშვეს აქედან. 2014 წლის აპრილიდან სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. მაია მიყვება, რომ მამა ბოლოს 2014 წელს ნახა. მანამდე 4 წელი არ ენახა. ამბის მოყოლა უჭირს, რადგან ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია. დილის 7 საათზე ყველას რო ეძინა, ისე ჩუმად გადავედი. მდინარე საუყევი ფრონე არის ჩვენთან იქა და გაზაფხული იყო და წყალი რო ადიდა, ხეები წამოიღო და იმ ხეებმა ის მართული გაწყვიტა. რო გადავედი მავთულხლართზე, გადავიპარე. ბაღებზე ვიძრომიალე. ეს ბაღები ხო გადაღობილია. ზოგან სეტკაზე გადავძვერი, ზოგან ისე. შიშით მოვდიოდი. აქედან რუსების პოსტია, იქით ქართველები დგანან. თუ რუსებმა დაგიჭირეს, რუსები გაგებინებენ პასუხს. თუ იქით ქართველებმა დაგიჭირეს, მერე ქართველები გთხოვენ პასუხს. მაიას ძმაც წლების განმავლობაში იპარებოდა საზღვარზე. უკვე რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მამასთან გადავიდა. მაია ვეღარც ძმას და ძმის შვილებს ნახულობს. ახლა ოსეთში ჩასვლა შეუძლებელია. მაიას თქმით, რუსული პროპაგანდა ძალიან ძლიერია და რუსული მედიაც სრულ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ოსი და ქართველი ბავშვები ახლაც ერთად თამაშობენ. მეუბნება, რომ მის სოფელში ქართველები და ოსები გვერდ-გვერდ ცხოვრობენ და არ ახსოვს მათ ოდესმე უთანხმოება მოსულოდათ. ჩვენ სოფლის ოსებს და ქართველებს როგორც ძველი მეზობლური იმნაირი ურთიერთობები გვაქვს. მაია კიდევ უფრო საინტერესო რამეს მიყვება. მისი თქმით, ოსეთში ცხოვრები ოსები და ქართველები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უფასო სამედიცინო დახმარებას იღებენ. ბევრი ოსი რუსეთში რუსული პასპორტით გადადის. იქედან კი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა შესაძლებელია. მაიას თქმით, ოსებიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. ადამიანებს, რომლებმაც რუსული პასპორტები აიღეს, სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდათ. მათ საქართველოში გადმოსვლა არანაირი საშუალებით არ შეუძლიათ. რუსული პასპორტის გარეშე ვერც რუსეთში გადადიან. ამიტომ ისინი იძულებულნი არიან საარსებო მინიმუმის მოპოვებისთვის საზღვრის გადასაკვეთად რუსული პასპორტები აიღონ. მთელი ოსები შემოდიან ლარსიდან, როგორც რუსეთის მოქალაქეები, საქართველოში იღებენ სამედიცინო დახმარებას. ომის შემდეგ რუსები ადგილობრივებს ფულად დახმარებასაც უწევდნენ, მაგრამ ახლა შემოსავლის ერთადერთი წყარო მიწადმოქმედებაა. საკუთარ მიწის ნაკვეთზე მოყვანილ ხილბოსტნეულს ოსეთის მცხოვრებლები რუს სამხედროებზე ყიდიან. ხანდახან მამაკაცები მშენებლობებზე მუშაობენ. მაია ამბობს, რომ პოლიტიკური თამაშების გარეშე ოსები და ქართველები ურთიერთობებს ძალიან მალე დაალაგებენ. პოლიტიკოსები კი ოსებსაც და ქართველებსაც გასაქანს არ აძლევენ და ორმაგ თამაშს თამაშობენ. მისი თქმით, არ არსებობს ორი რუსეთი და საქართველოსთვის კარგის მოსურნე მეგობარი რუსეთიც რუსული პროპაგანდის ნაწილია. ძარღვი ყველაფერი აქეთაა საქართველოში და გადაკეტილია და ჩაკეტილი ყავთ იქა. ფერმას რო შემოღობავენ, მისჯილი აქვს და რისი გულისთვის. ან რუსებს რა დაუშავეს, ან ქართველებს რა დაუშავეს. გაეცალონ პოლიტიკოსები და ხალხი ერთ დღეში შერიგდება. რუსი გაეცალოს. მაიას მოსაზრებით ერთადერთი რამ, რაც მოძმე ოსებს და ქართველებს ჭირდებათ, საზღვარზე გავლებული მავთულხლართების მშვიდობის დიდი ნაკადით გაგლეჯაა, თანაც სასწრაფოდ. მაგდა ფურცხვანიძე, რადიო ძველი